მოკლედ ერთი რამეა აღსანიშნავი. მასაც მე უყურებ დროებით ცოტა შორიდან. დროებით. პროტესტმა მიიღო საოცრად მაგარი ფორმა. ანუ კოცები თვლიან, რომ რუსთაველს თუ არ გადააკეტინებენ, უბრალოდ თუ არ გადააკეტინებენ, დასრულდება ყველაფერი. აი მან დენძრათ ასე ვთქვათ. რუსთაველი თუ არ გადაიკეტება, პროტესტი ხო არსად არ მიდის, მე რასაც ახლა ვხედავ. ხან უცეფიქიდან აღმოცენდება რაღაც, ხან აქედან, ხან ეს არის უკვე ნამდვილი წინააღმდეგობა, თან რაც ყველაზე მაგარია არის მშვიდობიანი. რაც უფრო დიდხანს გრძელდება ეს მშვიდობიანი წინააღმდეგობა, მით უფრო მეტ შეცდომას უშვებენ ეს უბედურები, ესენი ამატებენ და ამატებენ ამ ძალადობას და გამოუხსოვებელ შარში იგდებენ თავს. მეორე, ასაც მე ვხედავ. სულ მეტი და მეტი სასულიერო პირი, რაც ნამდვილად მიხარია, ერკვევა უკვე რაშია საქმე. რომ მამა მარჩენალს სულ ცალ ზვიგენის ცალ ფარფლზე კიდია კეთილდღეობა ქვეყნის და ასე შემდეგ. და მიხვდნენ რომ რაც ხავერა. კარგად ამბავი. კი, ეგრეა და ამას ჩვენ რო ვამბობდით რომ ხუპავენ საქართველოს. რატომღაც წეს შეცდომილნი ვიყავით. მოდით, გადმოდით. გადმოდით ჩვენ მხარეს, იმიტომ რომ ჩვენთან არის თავისუფლება. და რაც გინდა მე ის გააკეთე რა. გინდა მესვეტებელი იყავი. და გინდა რაც გინდა ის გააკეთე. არავინ არ დაგაძალებს არაფერს, ხო? ეს არის 2x2 4 და ნუ აი ეს ტვინების გამოლაყება კიდე იმით რომ ვიღაცა ევროპაში ვიღაცა ძალით გაათხოვებს, ნუ აი ახლა ძალით გათხოვება საქართველოში იყო თუ იყო თავის დროზე, ნუ გასაკვირველია ქალების. ხო და მადლობა ღვენს საზოგადოება უფრო გაიზარდა ვიდრე პოლიტიკოსები. ასე რომ აი ესეთი ორი დადებითი შეფასება დავდები. მაინც გავიმარჯვებ ბიჭო, აი გამორიცხულია რა, აი თქვენი სულისკვეთება არის განწირული და მერანთან არაფერ შუაში არ არის, აი უქმად ჩაივლის თქვენი განწირული სულისკვეთება, ქოცებზე მაქვს საუბარი და ისევ ჩვენი გადასარჩენები იქნებით. თქვენ უპატრონოებო თქვენ. აბა დროებით.